ყველამ ვიცით, რომ არანაირი ძირი აღარ არსებობს ამ ადამიანებისთვის ამორალურობის, მაგრამ არის ხო რაღაც იმედს იტოვებ, რომ ვიღაცები ადამიანები შეიძლება აღმოჩნდნენ ხოლმე ხანდახან, მაგრამ მე უცებ ხვდები, რომ არა, ეს ადამიანობა აღარ არსებობს, იმიტომ რომ აი საცერში გატარებულები არიან, ხო, ის ადამიანები, რომლებიც უკვე ყველაფერზე წავლენ იმისთვის, რომ რეჟიმს არაფერი არ მოაკლდეს და რეჟიმს ყველაფერი შეუსრულონ. ხო, ერთადერთი რაც გემართება ასეთ მომენტებში არის ის, რომ ბრაზდები, კიდევ უფრო ბრაზდები ხანდახან უსუსურობის განცდაც გიპყრობს, რომ აი რა შეიძლება რომ ამ დროს გააკეთო, რითი მოერიო ამ ბრაზს და მე მგონი ეს არის ჩვენთვის ერთადერთი შანსი, რომ გამოვხატოთ, რომ ჩვენთვის არ არის ეს ქვეყანა ჯერჯერობით დაკარგული. არსებობს არავითარი სასამართლო, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების რეჟიმის დაკვეთა, გადაწყვეტილება რეპრესიაზე და ადამიანების დასჯაზე, იმისთვის პროტესტის გამო დასჯაზე, საკუთარი ინტერესების დაცვისთვის დასჯაზე. დემოკრატიისთვის ბრძოლას ჯიან ამ ქვეყანაში. ამიტომ სამართლებრივ შეფასებას აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ უნდა ვნახოთ ის რა განზრახვა აქვს რეჟიმს და მისი განზრახვა არის წინააღმდეგობის გატეხვა, უფრო და უფრო მეტი ადამიანის დაქვემდებარება რეპრესიისადმი და რა არის ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა არის ამის არ დაშვება, მობილიზება და ბრძოლა საკუთარი ინტერესების. ოლიგარქის სასამართლოსგან რა თქმა უნდა არ ველოდებოდით სხვა განაჩენს. ზუსტად ვიცოდით, რომ დადგებოდა განაჩენი და მიუსჯიდნენ პატიმრობას. უბრალოდ რაღაც მომენტში ეგეთები ვართ ადამიანები, რომ ბოლომდე მაინც რაღაც იმედს ვიტოვებთ ხოლმე. მაგ მომენტში, როცა გამოაცხადეს განაჩენი, ჩვენ ვიყავით გარეთ სასამართლოს ეზოში და ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ემოციები იყო, ალბათ რაღაცნაირად მათ ეს რაღაცა ანთებული ვარსკვლავი ჩაგვიქრათ რაღაც ეგეთ, მაგრამ მათ ეს პირდები, რომ არ ვიცი ზუსტად რას ვიზამთ თუ არა რამეს, მაგრამ მისი სახელით აქ ჩვენ სულ ვიქნებით.